არ შეგვიძლია და იმ სახით იქნება წარდგენილი, როგორც არის ზუსტად ამერიკაში, ასევე იცით ბედ რომ სამოქალაქო სექტორთან მიმართებაში მიღებულია გადაწყვეტილება, რომ სავალდებულო წესით აღარ იყოს ჩართულობა გარანტირებული და სამოქალაქო სექტორს არ ქონდეს ეგრეთ წოდებული ვეტოს უფლება სხვადასხვა გადაწყვეტილების მიღებაზე, თუმცა ბუნებრივია ჩვენ მზათა ვართ სამოქალაქო სექტორთანაც, აკადემიურ წრეებთან თანამშრომლობაზე. ერთი ემსახურება თვითრეგულირების მექანიზმის პარალელურად რეგულირების მექანიზმის შემოტანას, ეგრეთ წოდებული BBC სტანდარტის შემოღებას და მეორე ემსახურება მათ შორის საქართველოში მედიის დაცვას გარეჩარევებისგან და თქვენ იცით რომ მედია საეგზალება ნებისმიერი უცხოური დაფინანსების მიღება. ყველაფერი ამის ერთ-ერთი მთავარი მიზანი არის, რომ ჩვენ გავამტკიცოთ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი და დავიცვათ ქვეყანა გარეჩარევებისგან ყველა მიმართულებით. ეს კანონი ნორმალური ხელისუფლების პირობებში რასაც იღებენ, მედიის შესახებ კანონი კატასტროფაა სრული, მაგრამ ფარა სურო სიტყვასიტყვით გადმოიწერა, რომ ქართული ოცნების ხელისუფლების ხელში არის რეპრესიის იარაღი. ნორმალური ხელისუფლების პირობებში შეასრულებს იმ ფუნქციას, რაც შეიძლება ამერიკის შეერთებულ შტატებში, მაგრამ სხვათა შორის იქაც აღრევა, იქ ლობისტურ საქმიანობას ეხება და აქ იმ შინაარსით არ გადმოვაქვს. ჩვენი კონსტიტუციის უამრავი მუხლი არის გერმანული კონსტიტუციის სხვადასხვა სახელმწიფოს კონსტიტუციების ანალოგი, განსაკუთრებით ადამიანის უფლებების შესახებ მეორე თავი. ანალოგია, მაგრამ არ მუშაობს, არ მოქმედებს და რაც მოქმედებს, ჩვენ საწინააღმდეგოდ მოქმედებს. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანი არის არა კანონის ჩამოყალიბებული რედაქცია, არამედ ვინ აღასრულებს ამ კანონს და საუბარი გვაქვს ხაზს უსვამ არალეგიტიმურ ხელისუფლებაზე, რომელსაც დასავლური სახელმწიფოების უმრავლესობის მხრიდან აღიარება არ აქვს.